სალამი, მე ვარ კახამშვიდობაძე, დამდგმელი ოპერატორი და ცოტა ფოტოგრაფი. ახლა ვიმყოფებით Red Panda Rental-ის სტუდიაში და ვაგრძელებთ ვიდეოების სერიას რადევს ვიდეო ოპერატორის ჩანთაში. ამასობაში არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და დალაიქება. დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი არის ძალიან კარგი ადამიანი, თავისი საქმის პროფესიონალი, ოპერატორი და დრონის პილოტი ვასკა გედენიძე. სალამი ვასკა. სალამი. მადლობა რომ გვეწვიე სტუდიაში აქ. როგორ მოგწონს გარემო ჩვენთან? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან სასიამოვნო არის თქვენთან ერთად ყოფნა. ესეთ ლამაზ ადგილზე, ჩვენი სერვისით. ой, რაღაცა ცოტა შევეცადეთ, რომ სეტი ცოტა რაღაც ისეთი ახლა ყოფილიყო ჩვენ პროფესიასთან და გარემო შეგვექნა რომ. კი, ძალიან მაგრად არის მოწყობილი ყველაფერი და. სანამ იტყვი რამეს, უბრალოდ რა ძალიან მოკლედ მითხარი რას აკეთებ ძირითადად რა. მოკლედ ძირითადად ვარ ვიდეო მიმართულებით. და ძირითადად უფრო მეტად შემიძლია ვთქვა დრონები, სტანდარტული დრონი, როგორც სპორტული, ასევე და FPV დრონი. FPV დრონი, ხო, მოკლედ ესე რომ ვთქვათ, ხო. აი ბოლო პროექტი რო გავაკეთეთ, ის კადრი ძალიან კაი გამოვიდა. აი მანქანაში გაზრომები და მთელი კი, ძალიან კაი კადრი იყო და რაღაც ლოკაცია მათ ხელი შეგვიწყო მაშინ. კი, მართლა კაი გამოვიდა და მოკლედ ეგ არის ჩემი ძირითადი მიმართულება, დრონი და ვიდეო გადაღება. ოკეი, კაი, ცოტა ფოტოც. ცოტა, აი მე შეგრევა, შეგადაშვილეთ ნაკლებად კომერციული ფოტო ძირითადად, უფრო რაღაცა ის ჩემთვის ფოტოგრაფია უფრო არის ჩემთვის. მოდი დავიწყოთ შენი ჩანთის განხილვით, ეს თქვა, პირველი მითხარი რა ჩანთა არის და რა მოდელის ჩანთა გაქვს? ოკეი, პირველ რიგში ჩანთა შევარჩიე Lower Pros A400 მესამე სერია. Lower Pro ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდი არის თან. გამძლეა. ესეცია, ეხლა ცოტა ნამუშევარ ვიზუალზე. აბა ეხლა ჩანთა იმისთვისაა, რომ ატარო გადაღებებს და ახალი ჩანთა კიდევ ესე გერი შიმოდასი. ხო, ძალიან ესეთია. დროს უწევს. პატარა, მძიმეა, ხო იცი შენ ეხლა. ტევადია საკმაოდ, ვიზუალ შეიძლება პატარა იყოს, მაგრამ საკმაოდ ბევრ რამეს იტევს, ნახავთ ყველაფერს. ოკეი, კმაყოფილი ხარ ჩანთით? კი, კი. კი, ხო? მოდი ამ მაგარი ჩანთა. აი მძიმე. ოკეი, აი, აბა დავიწყოთ, რით დავიწყოთ? რავი, ბოდით დავიწყოთ. დავაი. ეს არის Canon-ი R6 პირველი სერია. პირველი სერია. პირველი სერია, ეს კი. აი, K-ში გიდევს small rig-ისთან. ხო, K-ში მიდევს, იმიტომ ჭირდება ხოლმე და მე ვამაგრებ ხოლმე რაღაცეებს. როგორი მაყოფილი ხარ? ძალიან მაყოფილი ვარ ამ კამერით. არ ვიცი, ალბათ რო გამოვიდა, მალევე ვიყიდე ეს კამერა, როგორც მახსოვს და იმ დღის მერე ერთგულად მიმსახურება. ხო და ამას აქვს ზოგადად გადახურების პრობლემა. შენ შემთხვევაში როგორ არის? შენ რასაც იღებ იქ გიხურდება? ხშირად აქვს ეს პრობლემა თუ არა? იშვიათად, იმიტომ რომ არ ვამუშავებ დიდად გრძელ ხანგრძლივ ინტერვიუებზე. ანუ ძალიან იშვიათად ისიც საფხულში უფრო ალბათ. იმიტომ რომ აქ როგორი ტემპერატურაც არის იქ ჩოლებაში იღებ და 4 კათი ბიტი 4-2-2-ში და გადახურება რა თქმა უნდა. ანუ ეს ხონია. გასაგებია. არ შეუწუხები. არ შეუწუხებია ესე როგორც მე. აი რა, მოდი აი კამერაზე ძალიან მოკლედ ვთქვა და აი რა მოგწონს და ან რა არ მოგწონს. კაი რა მოგწონს გასაგებია, რადგანაც ამდე ხანს გაქვს, ესე იგი მოგწონს. კი. და რა არ მოგწონს, თან პირველი ვერსია ამის მერე მეორე გამოვიდა და ამბობენ რომ მალე მესამეც იქნებაო და. კი ბატონო, გავაუმჯობესებდი ალბათ უფრო ცოტა თანამედროვე ეს გახსნი, აი R5-ში მომწონს მაგალითად ციფერბლატი. ვიზუალურ მხარეს რო შევეხოთ და შეგნით ავტოფოკუსი და დანარჩენი? ხო, ეგ პლუსებში არის. ხა ეგ ავტოფოკუსი არის ამ კამერის ყველაზე დიდი ფუნქცია, რომელიც იდეალურად მუშაობს და აი ერთხელ არ მქონია ალბათ ის შემთხვევა, რომ რაღაც ფოკუსი გამჭირვებოდა. თან გადავიღე ამით 2 წლის წინ, მე მგონი, მსოფლიო ჩემპიონატი რა იყო ბაკურიანში. სადაც იყო ძალიან რთული პირობები იმისთვის, რომ ფოკუსი დაიჭირა კამერას, ანუ ეს იყო თოვლი, ეს იყო ქარი, ნამქერი და ამასთან ერთად სწრაფი სპორტსმენის მოძრაობა და ეს იყო ის მომენტი, როდესაც
ამ კამერამ თავი შემოყვარა. იმის მერე გაგდა აღარ გადახვედი. ისედაც ვიცოდი რაც იყო, მაგრამ ძალიან ეგ იყო რომ ამ პირობებში ძალიან მასიამოვნა და რაც თავარია საქმეს აკეთებს იდეალურად რა. გავაგრძელოთ ეს. ლინზებზე გადავიდეთ, რა ლინზები გაქვს აბა? 24-5 f4. ეს 4-იანი. კი. სხვათა შორის ძალიან პრაქტიკული და კარგი ობიექტივია ეს. შემიძლია ვთქვა რომ თავარი ობიექტივი არის ეს ისეთ პირობებში, ხო? ძალიან კმაყოფილი ვარ მაგ ლინზით, ოპტიმალურია, როგორც ფართო კუთხეს, ასევე ძალიან მისაღები ზუმი აქვს 105, ძალიან გამოყენებადი. ამის ძალიან კარგი ვერსია არის 2 და 8-იანი. ძალიან მინდა. ძალიან კაი, აი რა. მე ისე შემაყვარა თავი რომ ფულს ვაგროვებ მაგისთვის. აი, შემდეგი ობიექტივი რა გაქვს? 85 ეს STM-ია. მაგრამ ესეც ძალიან კარგ გამოსახულებას იძლევა, შეიძლება ამას ისა, კარგი რომ მაკროა. ამუდრო. კი. მაკროც არის და თან ამით მოაყოფილი ხარ ესე. კი, მოაყოფილი. სხვათა შორის 85-იანებში მაკრო რასა კიდე არ მახსოვს რა. შეიძლება არც არავის არ აქვს. მან არ მინდა რომ შევცი. ამის დიაფრაგმა 2 და 0. 2 და 0-ია კი მაგ. ამას ხშირად იყენებ? უფრო პორტრეტებზე, უფრო ფოტო გადაღების დროს უფრო ვიყენებ, ვიდრე ვიდეო გადაღების დროს. ვიდეოზე ნაკლებ. ვიდეოზე უფრო ვცდილობ, რომ ვიდეო გვაქვს ჩანთაში. 70-200 ეგ გამოვიყენებ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეგეც უცვლელი წევრია ჩვენი ჩანთის. აბა შემდეგი გვაქვს 70-200 EF-ი. მეორე ვერსია. ესეც შვენია. გადამყვანით ხმარობ ალბათ. კი, გადამყვანით ვიყენებ მაგ ლინზას. ეს ეხა EF mount-ზე ძალიან კარგი ობიექტივი არის და კი. თავის დროზე ტოპი იყო თავის კლასში. კი. ეხლაც ძალიან კარგი ხარისხი იძლევა. მაგრამ მე რო შევადარე ეს ახალ RF70-200-ს, აი ცოტა გუშინ წინაც გამოვიდა, ის გაფრენილია. ძალიან მკვეთრია, უფრო მსუბუქია და ძალიან კარგი ობიექტივია ის. ეხლა რაღაცა საინტერესო ამოსვლის ჯერი დადგა ამ ჩანთიდან. კი. ეს არის Sony A7 III. Sony A7 III. აჰა. ესე ძალიან კაი კამერაა და როგორც ჩანს Canon-თან დამეგობრდა. ანუ ერთ ჩანთაში ორი სხვადასხვა ბრენდი არ არის ხოლმე ხშირი ამბავი. კი, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში ესე ხდება. იმიტომ რომ ამ კამერასაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. ესეც რო ამ დრომდე შემომრჩა. ვიდეოზე რომელს ხმარობ ხოლმე უფრო ხშირად? ორივეს. ვერ გამოვარჩევ, ალბათ უფრო Canon-ს. ალბათ უფრო Sony-ს, როგორც მეორე კამერა, ეგეც იშვიათად. და ერთად იყენებ ხოლმე? იშვიათად ძალიან, აი. იმიტომ რომ მაინც სხვადასხვა ამბავია რა. Sony და Canon-ის. ამათ შენ სხვაობა არის ხოლმე? არის კამერებში. ერთ-ერთი თვალსაჩინო ჩემთვის არის რომ რაც მონიტორებია ძალიან განსხვავებული. კი. და რა ვიცი, Canon-ის მონიტორი ბევრად უკეთესია ვიდრე კონკრეტულად აი A7 III-ის. კი, თან ეს ნუ ძველი ვერსია. მაგრამ ძალიან კაი კამერაა თავის დროზე. კი, ეს ძალიან ბევრი კამერაა გააკეთა თავისი გამოსვლით ბაზარზე. კი, კი. კაი, აბა ლინზა რა გვაქვს ამასთან? მაგაზე გვაქვს 16-35 16-35 Sony-ის G-Master. ეს პირველი ვერსია არის. პირველი ვერსია არის, კი. პირველი ვერსია. ესეც ძალიან კარგი ლინზაა. კი, ეს G-Master-ების სხვათა შორის ძალიან კარგი ლინზები აქვს Sony-ის მომწონს. კი. აი ალბათ უფრო ვიტყოდი, რომ არქიტექტურაში გამოვიყენებ Sony-ის, უფრო სტაბილიზატორთან ვიყენებ Sony-ის, ესეც 16-35 ლინზით. ძალიან კაი. შემდეგ რა გვაქვს კიდე ჩანთაში, აბა? შემდეგ შეგვიძლია ვნახოთ ადაპტერი. ეს ის ადაპტერია, სადაც 70-200 შემილია რომ დაუმაგრო Sony-ის. აჰა, ეს მეტაბონის ადაპტერი. კიდევ რა გვიდევს? ესეთი საინტერესო. მიკროფონზე შეგვიძლია გადავიდეთ. აჰა, მიკროფონი. DJI-ის მიკროფონზე გადავედი, სხვათა შორის Sennheiser-იდან. Sennheiser-იდან, ხო? ესეც იმიტომ რომ პრაქტიკულია, არ გვჭირდება ბევრი კაბელები, ბევრი ელემენტები. ბევრად მარტივი სახმარია. მარტივი. ამის უპირატესობა ალბათ ძირითადად ის არის, რომ ერთ მიმღებზე ორი გადამცემი შეგიძლია დააყენო და ეხლა აი მე და შენ რო ცალ-ცალკე მიმღებები გვაქვს ეხლა კამერაზე დამაგრებული, აქ ერთი მიმღებით გამოხვალ, მაგრამ
ხო, თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს Sennheiser-თან შედარებით. კი, გეთანხმები. მაგრამ კარგია, რომ ამის ყუთი თვითონ თან დამტენია, ხო? კი. და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ანუ ხშირი მოხმარების დროს ძალიან იშვიათად ჭირდება დამუხტო. რომელი ვერსია? პირველი. ძალიან კაი, დრონებიდან მიკროფონამდე. DJI ესეთი კომპანიაა. კი. ჩვენი ეს ელემენტები შეგვიძლია. Sony-ის ელემენტები. ამას რისთვის იყენებ? ეკრანისთვის, ხო? მონიტორისთვის. მონიტორისთვის. აბა სადაა მონიტორი? სათადარიგო უსასმენელიც ყოფილა. მონიტორი პატარა. პატარა მონიტორი. ლილიპუტი. პატარა პირდაპირ პატარა ლილიპუტი არის. როგორია? ძალიან მაყოფილი ვარ, მაგითიც. ანუ ამას მე მგონი ლუტები არ აქვს, თუ სწორად მახსოვს. მაგრამ თავის საქმეს აკეთებს, გამოსახულება მზეზე ნორმალური აქვს სხვა ბრენდებთან შედარებით. ჭირდება იშვიათად ვიყენებ, იშვიათად. ალბათ უფრო თოვლიან გარემოში უფრო გამოვიყენებ, ვიდრე სტანდარტულად, ხო, ქალაქში სრულიად საკმარისია. მაგრამ ფერების მხრივ ამას ენდობი უფრო თუ ეკრანს? ეკრანს უფრო ვენდობი. ეს უბრალოდ კადრირებისთვის. კადრირებისთვის და უფრო დავინახო კომპოზიციურად. და აქვე small rig-ის სამაგრი არის მონიტორის case-ზე და სამაგრია. case-ზე ხო. ოკეი. ძალიან კაი. შემდეგ ნუ ეს გადამყვანი ისევ Canon-ის გადამყვანი. ესეც 70-200-ისთვის, ხო? EF-RF. ხო, რა ეს ლინზა გამოდის, რომ ორ კამერაზე ხო, ეგ არის პლუსი აქვს, ხო. ორივეზე შეგიძლია გამოიყენო. შემდეგ? შემდეგ ჩიპების ჩასადები. რა საინტერესო ჩიპების ჩასადები აქვს? და გამიხილოთ ჩიპებიც. კი ბატონო. მე ესეთი ჩიპების ჩასადები ალბათ მარტო BND-ზე მაქვს ნანახი. სადღაც ხო, ის გამოდის რა. ყარი და დაცული და თან არა მგონია წყალგამძლე იყოს, არ იქნება ეს. კაი, ჩიპები რა გვაქვს? სანდისკები გვაქვს, სანდისკებია და ლექსარი, რომელსაც ვიყენებ უფრო ხშირად Canon-ზე ალბათ უფრო. იმიტომ რომ სანდისკი უფრო 10 ბიტს. ხო, იმიტომ რომ 95-იანებია, როგორც ხედავ, 170 მეგაბიტი და ეს V60 არის და უფრო სწრაფი ჩაწერის საშუალება აქვს რა. და ორივე მხრიდან შეიძლება ჩადება ჩიპების და ასევე აქვს micro SD-ს ბუდეებიც რა. ძალიან კარგი რაღაცაა. ой, აქვე ნახე რაღაცა არის. ტელეფონის სიმბარათის ამოსაღები. ანუ როგორც ვიცი აქვს ამას სიმბარათის ჩასაწყობიც. ანუ ეგეც ეტევა. რა თუნდა არ ვიცი. ალბათ მოგზაურობის დროს, როდესაც ხმარობ სხვადასხვა, რავი, ქსელებს რა, სხვადასხვა ქვეყნის. მართალია დღეს უკვე მაგალითად შეგიძლია ისიმითია რომ ზოგჯერ ისიმის მხარდაჭერა არ აქვს ტელეფონს რა. კი. და მაგ შემთხვევაში შეგიძლია ერთადერთი მიზეზი რატომაც ეს ვიყიდე არის რომ მყარია, მეტალია და კარგად მაგრდება, ანუ არ ამ ძალიან მინიმალურად შეიძლება რომ გასრიალდეს. და გამოღება როგორ ხდება? არა, ჩიპის გამოღება. ჩიპის გამოღება. ხდება ესე. პირდაპირ. უბრალოდ გასრიალებით, ხო? რაღაც კლიპით იკეტება და ანუ გამოვა. რო რამე და უცბად გახსნი, არ შეგეშინდება რომ არ გადმოგისვიდება და ძალიან კარგია, პრაქტიკულია სხვადასხვა. პრაქტიკული და ოკეი, კიდევ რა გვაქვს, აბა? ნუ ეს ელემენტები ალბათ Sony-ის და Canon-ის შესაბამისი. ორიგინალები. და თუ დაგჭა კიდევ რამე ისეთი. პატარა განათება. ეს ალბათ ეს უფრო ჩემთვის კამერაზე არ ვაყენებ. ხო, როცა რაღაცა გჭირდება უცებ შეიძლება ანუ ჩამოსაკიდებელი აქვს, ჩანთაზე შეიძლება ჩამოკიდო და ღამით გადაადგილების დროს პრაქტიკული რაღაცაა. კი, კი. დაიკარგე და სოსი ჩარტო. კი, ძალიან კაი. და მე მგონი ერთი რაღაც გამოჩა, აი ეს არის ძალიან საინტერესო რაღაც. ეს ლუდის გასახსნელია. ხო, ყველაფერი. ძალიან ბევრი რაღაცა აქვს ამას.
თან ფოტოკამერის ფორმა აქვს. სანტიმეტრთან ხო ფოტოაპარატის ფორმა, გამხსნელი, კიკერლენდისაა სხვათა შორის აი ესეთი, აი. სუვენირის დატვირთვაც აქვს რა. მაგრამ სუვენირზე ხარისხიანი გამოდგა სხვათა შორის. ხო, ანუ კარგი ფოტო და ვიდეო ოპერატორისთვის სუვენირი რაღაც ისეთ სუვენირი აჩუქა, რასაც გამოიყენებს და. ადგილის ჩვენიერი გაქვს ჩანდაში ამისთვის. შემდეგ. აბა რა გვაქვს კიდე? მოდი რონინიც ხო არ განვიხილოთ. კი, რონინზეც თქვა. ანუ რონინიც სულთან დაგაქვს. რონინიც თან მაქვს, კი. სულ მუდმივად ჩანთაზე მაქვს, ჩანთაში მიმაგრებული არის, კი. ეს არის პატარა რონინი, 3 მინი. კი, და რატომ ავირჩიე ხა ეს მინი ვერსია? პირველში ნუ რა თქმა უნდა ძალიან მსუბუქი არის და RS3 მინი შეუძლია რომ საკმაოდ მძიმეწონიანი კამერა და სტაბილუროს შესაბამისი ლინზით. ანუ აი R6 რასთან ერთად ხმარობ ხოლმე? R6 ვიყენებ 24-70 2.8-თან ერთად და 105-თან ერთადაც ხმარობ. 2.8 EF-ი? EF-ი. თავის გადამყვანით და შესაბამისად გრძელდება. R6 24-70 გადამყვანით, რავი, უპრობლემოდ მუშაობ. კი. რომ დაზუმო 70 მმ-ზე. ცხვირითაც. ანუ შეუძლია ამ პატარა სტაბილიზატორს რომ ეს ყველაფერი გააკეთოს. ნუ შესაბამისად Sony-ზეც, იმიტომ რომ Sony-ზე თავისუფლად უფრო მსუბუქია და ლინზაც ისეთი გაქვს. აქ გვაქვს სამფეხა. შტატივი ეს. შტატივი. ესეც Manfrotto B-Free ვერსია. ესეც მსუბუქია. კი. ამის კარბონის ვერსიებიც არსებობს, მაგრამ ეს ალუმინიც ეს ალუმინიც არ არის მძიმე და ყოველდღიურ ამბავში ძალიან კარგი. თავით საკმაოდ ისეთი. მყარი აქვს. შვენი. ცირე სეტაპის დროს ეს პატარა ზომის შტატივი ძალიან კარგად აკეთებს თავის საქმეს. ზოგადად კი, რა. მე მგონი თითქმის ბოლოში გავედი, ხო ჩანდის? კი, ბოლოში გავედი, ალბათ დაგვრჩა ერთი ლეპტოპი. ეს საკეთა მხარე მძიმე იყო. ხო, ცოტა მძიმე იყო და ესეც მაინც მასალის გადაწერა. მასალისთვის ადგილზე თუ ინმე სამე. ხო რა. ლეპტოპი ყოველთვის საჭიროა, ხო, სეტზე. რა არიცი რა დროს რა დაგჭირდება რა. ეს არის MacBook M2 Pro. M2 Pro, იმიტოა ცოტა მძიმე. ხო. აი, ჩვენ დაგვჭა ბოლო ნაწილი. შენი ეს არის ოპერატორის ვასკა. და კიდევ არის დრონის პილოტი ვასკა. რეალურად ორი სხვადასხვა პროფესიაა ეგ რა. ოპერატორი ცალკე პროფესია, ისე ოპერატორი ცალკე პროფესია, კინო ოპერატორი კიდე ცალკეა, ფოტოგრაფიც ცალკე არის და ასე შემდეგ რა. და შენ რაღაცა მიქსი ხარ ამ ორივეს ერთად. ხო, ეგრე გამოვიდა. ხო, ეგრე გამოვიდა. და აი რა დრონი გაქვს? დრონი საკაც. დრონიც აქვს. Mavic 3 Pro. ამას საინი ჯობია ალბათ. საინი ჯობია, რა თქმა უნდა. ხო. მორე ისე საკმაოდ. აი მოზრდილიც არის. კი. ისე დავდოთ ისეც. ხო, სანბარე. თები რომელიც ძალიან კარგად ჩდება სხვათა შორის ამ სეტაპზე. ხარისხობრივად. რომ მე მახსოვს რომ შენ ფაქტიურად პირველი Mavic-იც ქონდა, ხო? და ფანტომები, მეორე фантомი, მესამე фантомი, მეოთხე фантомი და მე უკვე Mavic. ფაქტიურად DJI-ს დაბადებასთან ერთად მოდიხარ რა. ეს სხვადასხვა ძალიან კარგი ხარისხი და კარგი გაუმჯობესებული დრონი არის. რამდენჯერ ჩამოგვარდნია ზოგადად? ზოგადად დრონი? ხო. აი რამდენი დრონი გაქვს გატეხილი? 2 სხვათა შორის. 2. ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ 2. ერთი იყო Phantom. ხო, Phantom 4 იყო. ხო. და მეორეც Phantom 4 იყო. Phantom-ები, Mavic-ი არ ჩამოვიდა. ის თან ის ერთი Phantom-ი იყო, ორჯერ ჩამომიღო. ორჯერ ჩამოგიო. ხო. იმის ბრალი ყოფილი. რამდენი ელემენტი გაქვს? 5 ელემენტი მაქვს ამის. და მთელი დღე ყოფნის ფაქტიურად. თან ამას ძალიან გაუმჯობესებული აქვს. ხო. ფრენის დრო 40 წუთამდე დაფრინავს იდეალურ პირობებში. კიდევ სამი. კიდევ მაქვს ფილტრები აუცილებელია. ხო. დრონისთვის. ეს ჩვენი დრონის ND ფილტრები. აჰა, რომელი გაქვს? DJI-ს. ორიგინალი. და სრული სერია, ხო? 4, 8, 16 და 32.
უფრო 16 და 32. ხო რა, ეგუნა მეკითხა რომელს ხმარო ხოლმე ძირითადად. კი, იმიტომ რომ დიაფრაგმაც აქვს ამას ცვალებადი, ანუ 2 და 8-დან 16-მდე თუ სწორად მახსოვს და ანუ 4 და 8 ვფიქრობ, რომ დიაფრაგმითაც რეგულირდება და თან დრონისთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა. აი ეს depth ხო რა, ხა 2 და 8 გექნება თუ 5 და 6 გექნება. პორტრეტს თუ არ იღებ ახლა. ხო, ნუ დრონი თუ არ იღებ პორტრეტს. ასე რომ მადლობა ვასკა რომ მოხვედი, შენი ჩანთა რო გვანახე, საკმაოდ ტევადი ჩანთა არის, იმიტომ რომ მართლა ბევრი რაღაცა ამოვიღეთ იქიდან, ესეც რა თითაოდ რა. მადლობა კიდევ ერთხელ, თქვენ კიდე თუ მოგეწონათ ეპიზოდი აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და გამოვყრებით.